საღამო მშვიდობის მეგობრებო, აბა როგორ ხართ? დღეს რაღაცნაირად მოვედი მეგობრებო. მოვედი. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? სანთელი არ უნდა გამოვაჩინოთ. ესე გაგვაფრთხილეს. აბა როგორ გეკითხოთ მეგობრებო, როგორ ჩაიარა დღე? იმედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო. ყველას უღრმესი მადლობა. საღამო მშვიდობის, მესმერiem როგორ ხართ? აბა ჯგუფის წევრებო, მეგობრებო. საღამო მშვიდობის ყველას. როგორ ისმის ჩემი ხმა მეგობრებო? რატო თიშა ტელეფონს ხამით? გაიხარეთ, არა მიშავს. ძალიან რთული. მთელი ღამე არ მიძინა წუხილ ჩემო მეგობრებო. 6-ის ნახევარზე დავწექე ამ დილით და 8-ზე გავიღვიძე. მთელი ღამე არ მიძინა. გუშინ დილით რო გავიღვიძე, მე იმის მერე არ მიძინია. მხოლოდ 2 საათით. ძალიან ნატროლობ მეგობრებო პარასკევის მოსვლას. აი გეფიცებით. სამსახურიდან მივდივარ მეგობრებო, განცხადება დავწერე წასვლასთან დაკავშირებით. კონტრაქტი გავაუქმე უკვე. ხო. ჩემს გამო რატო? მეგობრებო, აი არ ვიცი, აქედან როდესაც გავალ, როგორ მოვალ თქვენამდე, ან საერთოდ მოვალ თუ ვერა, ან როდის მოვალ, არაფერი არ ვიცი. გაიხარეთ თქვენც ასევე. ასე რომ ნახოთ. რა თქმა უნდა, კარგ სამსახურს არასოდეს გაურბის არავინ. მაგრამ რა ვქნათ? თქვენც ასევე გაიხარეთ. თქვენც ასევე, მეგობრებო, 1 წუთით წყალს მოვიტან და მოვა ჩემო ძვირფასებო. წყალს მოვიტან და მოვა. მოვედი მეგობრებო. მედია რას ამბობთ? მიტოვება არც იფიქროთ. მიტოვებაზე არ ვსაუბრობ მეგობრებო. მე მიტოვებაზე არ ვსაუბრობ. მე ამ საქმეს ხელს არასოდეს არ დავანებებ. ასე რომ ეს გამორიცხულია.
უღრმესი მადლობა ყველას. მორგანა გაიხარე. გამარჯობა პირად შემოგწერეთო. როდესაც გავალ აუცილებლად წავიკითხავ მეგობრებო, აი შემოვედი თუ არა იმ წამსვე ლაივი ჩავხდე. მოკლედ დასხედით, მოეწყვით, განეწყვით, არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იფიქროთ, მოეშვით მეგობრებო, გაიხარეთ, მოეშვით ჩემო ძვირფასებო და მე მინდა წავიკითხოთ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები მეგობრებო. ესე ცოტას მოვაბრუნებ კაც. ეკრანს. გაიხარე ანასტასია, თუ არა, არა. აჰა, შემეშალა, მაგრამ არა უშავს. გაიხარეთ მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. სასიკეთოთ ჩემო ძვირფასებო. მოდი დავიწყებ ახლა, ვინ ხართ თქვენ? თქვენი სიგნიფიკაცია. აი ვინ ხართ თქვენ? როგორ ამიღწე? ბედნიერი ადამიანები, ადამიანებს, რომლებსაც აი თქვენ როგორები ხართ ახლა კეთყვით. ყველაფრისა მიუხედავად, ყველანაირი წარსულის ტკივილისა, ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია მეგობრებო. აი როგორ მინდა რომ წვა. აი ერთი წუთით მეგობრებო. ხო, რაღაცნაირად მინდა რომ გავაჩერო ეკრანი. ხო. აი თქვენი ენერგიები და თქვენი სიგნიფიკაცია. ისეთი ადამიანები ხართ, ყველაფრისა მიუხედავად, აი ბედნიერებას ასხივებთ. აი თქვენი ერთი ღიმილი მეგობრებო, თქვენივე სასიკეთოდ გიბრუნდებათ. დედას გეფიცებით. ხო, კარგებს არ უმართლებთ. კი, ნუ რა ვქნათ. ყველაზე იცით როგორაა ნათქვამი, აი პატიოსანი ადამიანი ყოველთვის იჩაგრება და ყოველთვის მეც წვალობს. კი, მაგრამ რა ვქნათ? ეხლა ამას ვერ გადავაბიჯებთ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ნუ რა ვქნათ, უნდა მივიღოთ ისეთი ცხოვრება, როგორიც გვაქვს. ეს ჩემი ჯვარია, ალბათ და მე უნდა ვატარო. რა ვქნათ? ხო, რაც არ უნდა რთული ცხოვრება გქონდეთ, რაც არ უნდა ცუდი წარსული გქონდეთ, რაც არ უნდა უკან დაუბრუნდეთ რაღაც ფიქრებს, აზრებს, მოგონებებს, მეგობრებო, აი ეს ბედნიერება მაინც გააქვთ, ყოველთვის გააქვთ. ყველაფრისთან მიუხედავად მაინც გააქვთ. კი, ეს ყოველთვის არის თქვენში. აი მე არ მინდა რომ სანთელი გამოჩნდეს. ხო. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ თქვენი სიგნიფიკაცია მეგობრებო. ძალიან სამართლიანები, ძალიან ერთგულები, ძალიან სანდო ადამიანები და ადამიანები, რომლებიც ყოველთვის არიან მართალები. თქვენი სიგნიფიკაცია. ხო, თქვენ ხართ კიდევ ის ადამიანები, რომლებიც აი ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში, თუნდაც მეგობრების, რომლებიც თქვენგან ზურგ შეგცებით დატოვეთ, რო იტყვიან, აი წველი მზე ხართ მათთვის მეგობრებო. კი. თქვენ ხართ ბედის ბორბალი. აი თქვენ ვის ცხოვრებაშიც მოხვდებით, არ აქვს მნიშვნელობა მეგობრები, ახლობლები, თანამშრომლები, პარტნიორები, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ვის ცხოვრებაშიც მოხვდებით. თქვენს აი როგორ მინდა ვთქვა მეგობრებო. ანუ იმედია მიხვდებით, რასაც გულისხმობ, ხო? მოკლედ თქვენს ენერგიაში ვინც მოხვდება, ჩემო ძვირფასებო, ყველა ადამიანის ბედი იცვლება. აი ისეთი ადამიანები ხართ თქვენ. ხო. კიდევ სასწაული თუ გინდოდეს, რა თქმა უნდა, აბა რა მეგობრებო. თქვენთან ვინც შემოდის თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო, აი თუნდაც გამარჯვებით რო გიცნობდეთ ადამიანი, იმის ცხოვრებაც უკვე სხვანაირია. ისეთი აღარ იქნება, როგორიც თქვენს შეხვედრამდე. თქვენს შემდეგ ყველაფერი იცვლება იმ ადამიანის ცხოვრებაში, აი ვინც თქვენს ენერგეტიკაში შემოაბიჯებს. აი ვერ დავიჭირე ის სიტყვა, რომ მინდა რომ ვთქვა. ხო, თან დიდი ხნით. კი, მეგობრებო, რომიც არ უნდა იყოს. ვერასდროს ვერ დაგივიწყებთ ის ადამიანი. ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოვა, მეგობრებო,
ეს დროებითი იქნება თუ არადროებითი იქნება თუ რაც იქნება წუთიერი წამიერი მნიშვნელობა არ აქვს. ვერასოდეს ვერ დაგივიწყებთ ეს ადამიანი. სასწაულები ყევხართ, მოკლედ რომ ვიტყვია. თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენი სიგნიფიკაცია მეგობრებო. თითქოს რაღაც ამოგეწურათ ენერგია, სასიცოცხლო, რაღაც რესურსები და თითქოს მეგობრებო ისეთი სიტუაცია გაქვთ ახლა, რომ უკვე აღარ აძლევთ არავის თქვენს ენერგიებს, თქვენს ძალას, თქვენს რესურსებს არავის აღარ აძლევთ. ნებისმიერი მიმართულებით, რაც არ უნდა იყოს, ფინანსები, ყურადღება, სიყვარული, სითბო, მეგობრობა, არაფერს აღარ აძლევთ უკვე, იმიტომ რომ ძალიან უკვე იცით როგორ გააქვთ, აი რო იტყვიან, გელევათ. საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. კიდევ ხო, აი ნახეთ ახლა რა ხდება აქ. თქვენი ენერგიები როგორია, ჩემო ძვირფასებო და ნახეთ როგორ ახლა აქ. ძალიან ბავშვურები ხართ, დიდთან დიდი ხართ, ბავშვთან ბავშვური ხართ. ნებისმიერ ადამიანთან ისეთები ხართ, როგორებსაც იმსახურებს თითოეული ადამიანი. კი, შეგიძლიათ სიღრმისეულად შეხვიდეთ ადამიანში და შეგიძლიათ კიდევ საერთოდ გაუცხოვდეთ ადამიანის მიმართ. ეს იმის და მიხედვით, თუ როგორ იმსახურებს ამ ყველაფერს თითოეული მათგანი. კიდევ თქვენი ენერგიები. აი ხო გეუბნებით ძლიერები, უძლიერესები ადამიანებს, რომლებსაც შეუძლია ნებისმიერი მოლაპარაკება. მოლაპარაკება აწარმოოს ისეთი, რომ კი, მეგობრებო, ნებისმიერი, ეს შეიძლება იყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ეს შეიძლება იყოს ზარით, თუ პირისპირ, თუ არაპირისპირ მნიშვნელობა არ აქვს და ამ ყველაფერს გააკეთებთ არაჩვეულებრივად, გამოგდით მეგობრებო. ბიზნეს პარტნიორობა გამოგდით არაჩვეულებრივად. ეს თქვენია. ეს მოლაპარაკებები ადამიანების, აი მაგალითად დედა მეგობრებო ქართული მამიწყდება. ხო, აი ადამიანების დარწმუნება, ადამიანებში მმართველობა, აი ისეთ რაღაცებს გააკეთეთ მეგობრებო, ხო? ისეთი ენერგია გაქვთ თქვენ, რომ აი ნებისმიერი ადამიანი თანხმდება და მოგყვებათ თქვენს შემოთავაზებულ ამა თუ იმ საქმიანობაზე. მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება. ხო, თან ერთგულებით, სიყვარულით, ამ ყველაფერს აკეთებთ სიყვარულით მეგობრებო. თქვენ ამის პოტენციალი გაქვთ, თქვენ ამის ძალა გაქვთ, თქვენ ამის ენერგია გაქვთ. იმიტომ რომ ამ ყველაფერს აკეთებთ გულით. მთელი არსებით, ერთგულებით, ხალატით არა, ერთგულებით. ხო. მოკლედ. სასწაულები ხართ მოკლედ, სასწაულები. მეგობრებო, ერთი წუთით კიდევ მორიელს უნდა გადაუზიარო. კიდევ თქვენი ენერგია. მე მინდა ვკითხო კარც ახლა. კიდევ რას გვეტყვის თქვენი ენერგია? რისი შესაძლებლობა გაქვთ მეგობრებო? აი თქვენი შესაძლებლობა სადამდე მიდის? აი სასწაულები ხართ, სადამდე მიდის თქვენი შესაძლებლობა და ამას საზღვარი არ აქვს მეგობრებო. ექსპრესივნი, აი ამას საზღვარი არ აქვს მეგობრებო. თქვენ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. თქვენ ხართ ამის სპეციალისტი. ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლიათ. არ ვიცი ახლა რამდენი მაიცით თქვენი შესაძლებლობები, თუმცა ძალიან ბევრი არის. ბევრნაირი. ბევრი რაღაც შეგიძლიათ.
თქვენ ამის სპეციალისტები ხართ მეგობრებო. სიტყვა და საქმე. გამოგდით. ყველაფერი გამოგდით. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, რაც არ უნდა მოინდომოთ. ოღონდ თქვენ თუ კი გინდათ. ყველაფერი გამოგდით მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანები არიან თქვენით დაინტერესებულები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხელს ყოფენ. ზოგი ძალიან ნერვიულობს, თუ სად ხართ, როგორ ხართ, რით ხართ დაკავებული ზოგადად. საღამო მშვიდობის ყველას, გაიხარეთ, რას აკეთებთ. კი, ამ ყველაფერზე ძალიან დაინტერესებული არიან, კი. რითი ცოცხლობთ, რითი არსებობთ, რითი სუნთქავთ. ცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან აი ხო გეუბნებით კარტი იმეორებს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში სინათლე შეგაქვთ, სხივი შეგაქვთ, შუქი შეგაქვთ, სითბო შეგაქვთ, ერთგულება შეგაქვთ, ბედნიერება შეგაქვთ, შეგაქვთ აი ხალისი. აჰა, მოვიდა მორიელიც. ხა. კიდევ რაო? თქვენი ენერგია. ხშირად ხართ ფანტაზიებში მეგობრებო. არ ვიცი რას დაფრინავთ ამ ფანტაზიებში, მაგრამ იკარგებით. თქვენს ფანტაზიებშივე, თქვენს წარმოსახვაშივე ზოგჯერ იკარგებით. ძალიან შედიხართ. სიღრმისეულად შედიხართ, იმდენად შედიხართ ამ ფანტაზიებში და ილუზიებში მეგობრებო. თქვენს ფიქრებში შეიძლება ფიქრობთ და ძალიან შედიხართ. შეიძლება აი რო იტყვიან მივაშტერდები ერთ წერტილს, თვალი გამიშეშდება და ერთ წერტილს ისე ვუყურებ მეგობრებო, აი დიდი ხნით რომ აი ძალიან სიღრმისეულად შევდივარ. აი ალბათ ასე. ჩემო კარგო, მომხედავ თუ დაგთვალო. მე რა ვერ გავიგე. ჯერ საინტერესოა ვის მიმართათ ასე. მეორეა საინტერესო ის რომ ეს ხუმრობით არის თუ რამე კატეგორიულად ითხოვთ ამ ყველაფერს. და მესამეა ის რომ რა ხდება? ისე მოვიდა ეგ. ეხლავე მივხედავ, არ ინერვიულოთ მეგობრებო. დავბლოკე. დავმუთე და დავბლოკე. გავუშვი იქ, სადაც საჭიროა და სადაც არის მისი ადგილი. ზუსტად. კიდევ. ხო, თან კატეგორიულად მოითხოვს. ჩემო ძვირფასებო, არასოდეს არ მიყვარს მოთხოვნა. კი არ მოვითხოვ. აი თხოვნით ვითხოვ, არ მოვითხოვ მეგობრებო. ვითხოვ, აი შემიძლია ვითხოვ ადამიანებს, აი თხოვნით მივმართო. ხო, აი ჯერ ერთი ეგ. მე ვარ სიკვდილი. ხო. ძალიან ბევრი თქვენგანი თან ჩქარობს, თან მოიგვიანებს, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ხა. მოჩქარეს მოუგვიანდესო, მაგრამ უღრმესი მადლობა. ჩემო სიხარულო, life is love, ძალიან მიყვარხარ ჩემო კარგო. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყველას. მოკლედ ეს მეგობრებო სიმპათიური მაიმუნი ვერ მოვიცილეთ, ვერც სიმპათიური მაიმუნი ქალბატონი და ვერც სიმპათიური მაიმუნი ვაჟბატონი. ნუ ეს ადამიანი არ გვცილდება როგორც ყოველთვის, ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებს, დისკომფორტს გვიქმნის, ამიტომ ჩავაბრუნებ მეგობრებო, აი ესე.
აპატიეთ, იქნებ ვინმეს გინდათ რომ დაინახოთ, მაგრამ ბევრს არ გვინდა. ხო, ჩავაბრუნე მეგობრებო. დავასვენოთ ცოტა ხანი. კუთხეში მივამწყდი მეგობრებო, აი ასე კუთხეში, იყოს იზლუქუნოს იქ. იზლუქუნოს იქ. ხო, ანა მარია სიხარულია ეგ კი. ანა მარია, არ ვიცი გაჩუქო ეს კარტი, მხოლოდ ეს კარტი თუ რა გიყო არ ვიცი. დასკრინე და დაიტოვე ჩემო კარგო. ყველა ვიცით რომ შენი საყვარელი ფოტოა. ხა. აი ესე. ესე ვე კუთხეში მივაყენე მეგობრებო. დაისჯილია. ხა. დასკრინეთ. კი მეგობრებო, აი ვისაც სურვილი გაქვთ, რა პრობლემაა? დასკრინეთ. აი ბატონო. ხა. აი ესე. დასჯილია. იმიტომ რომ შენ გიშლის ნერვებს. პირადად შენ გიშლის ნერვებს ანა მარია. შენს ნერვებზე მოქმედებ ძალიან ცუდად. შენს ნერვებს ვუფრთხილდებით ჩვენ აქ ძალიან ბევრი ადამიანი. მისი ორეულია. ხა. მეგობრებო, მოდით კიდევ ნახოთ 1-2 სიტყვით. აი თქვენი ენერგიები, თქვენი დღევანდელი ამ წუთიერი სიტუაცია. არ დაგავიწყდეს, არ გინდა მორიე. იმასაც მივამწესებ ასე კუთხეში. თქვენი ენერგიები როგორია მეგობრებო და რაღაც საქმიანობაზე ხართ გადართულები ახლა. თითქოს რაღაცაზე უკვე გადაერთეთ, უკვე ასოცირდით რაღაც თქვენს სურვილებზე, სიმშვიდეზე, თქვენს რაღაც ჩაფიქრებულ რაღაც სიტუაციაზე და უკვე გადართული ხართ ამ ყველაფერზე. კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ესე ხართ. ძალიან კარგია თუ ესე ხართ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ხართ ბევრი თქვენთაგანი მეგობრებო, ამიტომ კი აი ეს პოზიცია მოირგეთ, ძალიან კარგია. კი, ეს პოზიცია მოირგეთ, თორემ ნახეთ, ძალიან ცუდად ხართ, ძალა გამოლეულები ხართ. ბევრი საწოლზე ხართ, ხშირად წევხართ. დასვენება გინდათ ხშირად. გძინავთ და დილას იღვიძებთ დაღლილები. ხო, იქნებ გონიათ გძინავთ და ამ დროს გხვიძავთ. ან გხვიძავთ და გგონიათ ძინავთ. რაღაც ასეთი სიტუაცია გაქვთ მეგობრებო, ძალიან დაღლილები ხართ, კი. განგაში გაქვთ რაღაც საკუთარ თავთან. ასე რომ დასვენება გჭირდებათ ჩემო ძვირფასებო. დასვენება გჭირდებათ. დედას გეფიცებით მეგობრებო, სამუშაოები არის ახლა მე ხო გავდივარ პარასკევს, მორიელმა იცის სამუშაოები არის, მაგრამ უარს ვამბობ. ძალიან მინდა დავისვენო. გეფიცებით, აი ესაა ჩემი პოზიცია. არაფერი არ მინდა. გეფიცებით ადამიანობას, არაფერი არ მინდა. არც მუშაობა მინდა, არც ხელფასი მინდა, არც ჭამა მინდა, საერთოდ ლოგინი და ნადგომა არ მინდა, შვილს ფიცავარ. და ძალიან ბევრი ხართ ასე. ნამდვილად უნდა დავისვენო. არ მინდა საერთოდ სამსახური, არც ფული მინდა და არც ჭამა მინდა მეგობრებო. დამაავადმყოფა აქაურობა. სადაც ვიმყოფები 5 თვეა ამ სიტუაციამ დამაავადმყოფა მეგობრებო. ხო, გამხნევებთ, რა თქმა უნდა, ამას არასოდეს ვკარგავ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, უნდა დავისვენო. მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ, მაგრამ არის რაღაც პერიოდი ფსიქოლოგიური დასვენება გჭირდება მეგობრებო. ფიზიკურზე არაა საუბარი, ფსიქოლოგიურად.
ერთი წუთით მოვალ ახლა. ხო, თქვენი ენერგია მეგობრებო. კი, ბრძოლის სურვილი გააქვთ, ინტერესები გააქვთ, იმედი გააქვთ, აი რაღაც გააქვთ, კი, ჩაფიქრებული, ახლო, ძალიან ახლო მომავალში რაღაცას გეგმავთ, მაგრამ თითქოს რაღაც მესამე მაინც არის. ეს შეიძლება იყოს გარემო სიტუაცია, რაღაც სიტუაცია მესამე რაღაც არის, რაც რაღაც გიშლით ხელს. ხო. და ეს იწვევს თქვენში დაღლილობას, თუმცა სხვა დანარჩენი ყველაფერი რიგზე გააქვთ, კი, ყველაფრის და მიუხედავად, მეგობრებო. ყველაფრის და მიუხედავად. აი თქვენი პოზიცია, აი ხედავთ, პირველი კარტია ეს. ეს მაინც გააქვთ. ყველაფრის და მიუხედავად ეს მაინც გააქვთ. კი. მორიელ, სამწუხაროდ შენი ქალბატონის შესაბამისი ფოტო ამ დასტაში არ გვაქვს, არ მოგვეძებნება სამაგიეროდ, მოგვეძებნება ტაროს დასტაში. ხმლების დედოფალი. ხო. უნდა გაჩვენო მორიელ. რადგან მოთხოვნა, უნდა გაჩვენო. ხო, ეხლავე. აი მორიელ. ქალბატონი ფინთიკოზა. ისე რა ვთქვა, მაგრამ ეხლა მეგობრებო. ეხლა რაღაც უნდა გაჩვენოთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თუ ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ვიცით რომ უნდა გავაგრძელოთ ყურება. აი მეგობრებო. კუცურა და ცუგურა. აი ესენი არიან, რომლებიც უხდებიან ერთმანეთს. ესენი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მეგობრებო. მე თუ მკითხავთ კი, აი ესენი. ხო. აბა რა სიტყვით? გვანან ხო? მოუხდებიან ძალიან ერთმანეთს. ფიქრობდიო, ხო? ფიქრობდიო. ხო. ზუსტად. ტოჩი. ორივე ერთნაირი უცხირპირო. გაუცინარი მეფე და პრინცესა. ვაი ამათი? რა ვთქვა მე? ეს მინდა იყოს აქ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეხლა ჩემო ძვირფასებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავაგრძელოთ ეხლა. გავაგრძელოთ ეხლა, რადგან ეს ასე მოხდა, ეს ტყუილ უბრალოდ ასე არ ხდება, ვიცით? კუცურა და ცუგურა. ეხლა ნახოთ მეგობრებო. კუცურა და აი ამათი მამაკაცის და ქალბატონის და მამაკაცის ენერგიები, ვინც მიყურებთ შესაბამისად თქვენი პარტნიორის ენერგიები. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და ნახოთ მისი ენერგიები მეგობრებო. სანთელზე უნდა მოვარო, სხვანაირად არ იზამს. ხო. თქვენი პარტნიორის ენერგიები, მისი ჭირიმე, ხო, მეგობრებო. ეს დაღლილი ყავს, დაქანცული, დარდით, ფიქრით, შრომით და ნერვიულობით. მანიპულაციებით ალბათ. ეს ადამიანი ძალიან დაიღალა ყველაფრით. აი ახლა შეიძლება ისვენებდეს, ან ეძინოს, ან ხო, განტვირთვას აკეთებდეს. ან დაძინებას აპირებდეს. ხო, კიდევ მისი ენერგიები. კი, ძალიან ცუდათაა. ეს თქვენთანაც ამოვიდა. გეუბნებით მეგობრებო, თქვენნაირათა ისიც. მისი ენერგიები. მეგობრებო, მისი ენერგიები.
მისი ენერგიები ძილში გამოშვება კი. ეს ადამიანიც მოჩქარის მოუგვიანდება, ზუსტად ისეა, იჩქარება, მაგრამ იგვიანებს. მისი ენერგიები. ეს ადამიანი ახლა ცდილობს სასიცოცხლო ენერგიის დაბრუნებას, ძალებს იკრებს, მეგობრებო, ძალებს იღდგენს, ძალების აღდგენის პროცესშია. ეს სიყვარულება. ბოდიში ძალიან უნდა სიყვარული, მაგრამ არა აქვს. ეს თქვენთან თქვენ ხართ ორივე ერთად და ესე დამსხვრეულია, დაიმსხვრა, მეგობრებო. დაიმსხვრა, მეგობრებო, დამსხვრეულია. აი ესეთი სიყვარული დაიმსხვრა. ჩამოენგრა. აი როგორც ბროლი. კიდევ რას გვეტყვის? ამ ადამიანს უნდა რაღაც მოლაპარაკებები. აწარმოებს უკვე თუ უნდა? მეგობრებო, თქვენთან უნდა მოლაპარაკებები ამ ადამიანს კი? ოღონდ მართლა სერიოზულად უნდა რომ ეს ურთიერთობა დაიბრუნოს ყოველგვარი ხადავის და ხუმრობის გარეშე. და ნახეთ სამართლიანად. რაც ჭირს სამართლიანად ჭირს, მოდი აქედან დავიწყებ. ეხლა რა განგაშიც აქვს თქვენს პარტნიორს სამართლიანად ჭირს, ნახეთ? სამართლიანობის კარტირაზე დაჯდა, დამსხვრეულზე სამართლიანად მიიღო, რაც მიიღო, სჭირს. და ამავე დროს სამართლიანობასთან დაკავშირებით უნდა რომ ამ ადამიანმა ეს ურთიერთობა დაიბრუნოს. კიდევ მისი ენერგიები. ეხლა ეს მითქმა-მოთქმა დადის მის ცხოვრებაში, ნიღბიანი ადამიანები, არის კი ძალიან ბევრი ჭორები, როგორც ვიცით, თუმცა ყველაფერი რაც მის ცხოვრებაში ამ ადამიანს უნდა და მეგობრებო, ყველაფერი უკუღმა მისდის. იმიტომ რომ აქ მესამე არის რაღაცა. ვიღაცა ან რაღაცა. რა ხდება მის ცხოვრებაში, მისი ენერგიები? ეს თქვენ ხართ, თქვენ ხდებით მის ცხოვრებაში, თქვენ მოხვდით მის ცხოვრებაში, მეგობრებო. თქვენ უკვე მოხვდით მის ცხოვრებაში. მის ცხოვრებაში, სადაც უკვე ვიღაცა ჩაერია და დაიშალა ეს ურთიერთობა, მაგრამ თქვენ მოხვდით. თქვენ უკვე მოხვედრილი ხართ იქ, სადაც საჭიროა. გულში. კარტიც ადასტურებს. და ეს უკვე არის სიკვდილის ბოლომდე. თქვენ ვერაფერი ვერ წაფშლით იქედან. თქვენ იქედან ვერაფერი ვერ წავშით. ეს თქვენ ხართ მისი ბედნიერება. ეს მოხდა ერთ ბედნიერ დღეს. რა ვქნათ მორიელი ხლა? ასია თუ ისია, ისეთი ადამიანები ხართ აქ, თავშეყრილები, რომ თქვენი დავიწყება ძალიან რთულია. იმიტომ რომ ენერგეტიკა გაქვთ ესეთები, მეგობრებო. ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან თავმდაბლები ხართ. ყველაფერი გიხარიათ, რაც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. აი ისეთი ენერგიის მატარებლები ხართ, მეგობრებო, რომ აი ხო გეუბნებით, ძალიან რთულია თქვენი, რა ვქნა, დავიწყება მისთვის. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მოხდით თქვენ. თან ისე მოხდით, მეგობრებო, სამუდამოდ. თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი. აი გახსოვთ, რა ვთქვი თავში თქვენს დახასიათებაში?
მეგობრებო, აუცილებლად კარგად მოისმინეთ, როდესაც ავტვირთავ თქვენი დახასიათება თავიდან. თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი. ხო, აი ზუსტად. ძალიანაც კარგი. ხო. კიდევ რას გვეტყვის? იმიტოა ესეც, ხო ჩამოშოვებული. უყურეთ ახლა მეგობრებო, ქალბატონებო. ქალბატონებს მიმართავ. ესაა თქვენი სიმპათიური მაიმუნი. ხო, რომელსაც იგერიებთ ხმლებით. ამ შემთხვევაში იგერიებთ ხმლებით. თქვენს სიმპათიურ მაიმუნს რო იტყვიან. ხო. ხო და მამაკაცების შემთხვევაში, მორიელ, ეს შენი ქალბატონია, ქალბატონი, რომელიც არ იმსახურებს თქვენს შენს სიყვარულს, შენს სითბოს, შენს ყურადღებას. არაფერს არ იმსახურებს. ქნიოს იხსხლები და იყეს ახლა. კიდევ მისი ენერგიები. თუ არა მეგობრებო, რა უნდა ვილაპარაკო ამ ადამიანზე? თუ არა, კი, ეს ადამიანი ხელებით რაღაცას აკეთებს. ნუ მორიელი შემთხვევაში ლექსებს წერს. ვიღაცა ხატავს, ვიღაცა უკრავს, ვიღაცა მღერის, ვიღაცა წერს, ვიღაცა ბეჭდავს, ვიღაცა ექიმია, ვიღაცა რაღაცა არის. ანუ ისეთი ადამიანები არიან თქვენი პარტნიორები, რომლებიც ხელებით რაღაცას აკეთებენ. და ჩვენ ვიცით, ხელებით ყველაფრის ძალიან ბევრი რაღაცის კეთება შეიძლება. ლასტორის მოზელად შეიძლება. ხო. ლასტორი. კი ბატონო. აი ესე. სიტყვათა მარაგი მაქვს, არ ვიცი. სად ვკითხულობ, ვერ გეტყვით მეგობრებო. ამ დეპრესიონერაში, ეხლა რაშიც ვარ მე, საიდან მომდის ეს ახო, მაგრამ რა გასაკვირია. ძალიან ბინძური ენა მაქვს მეგობრებო, ვაღიარებ. ბინძურზე ბინძური ენა მაქვს. არ წამომცდეს თორე, ნერვებაშვილზე. თუ წამომცდა, всё, ვეღარ გამაჩერებს ვერავინ. მერე მივდივარ სართულ ზევით. ხო, თვით განათლება. აბა რა. ხო. კიდევ ერთი ორი ღერის სიტყვა. გურულებმა რომ იციან. ერთი ორი ღერის სიტყვა მითხარი რა მეძამა. ხო, ორი ღერის სიტყვა რა არის თქვენი პარტნიორის? ძალიან უნდა რომ იყოს ძლიერი, ძალიან უნდა რომ ბედის ბორბალი თავისი ბედი დაატრიალოს, დააჩქაროს. ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. ძალიან ეჩქარება თქვენთან ამ ადამიანს. არ გეგონოთ ოდმე წასული, აქვეა ყოველთვის. აქვეა, სოცქსელშია ყოველთვის მეგობრებო, არსად არ წასულა. ეს ადამიანი არსად არ წასულა და არც წავა არსად კარგა ხანი. არსად არ წავა მეგობრებო. გაიხარე ანა მარია. ეს ადამიანი არსად არ წავა სიტყვას გაძლევთ. ამ ადამიანმა იმდენად ჩაგიხვიათ მეგობრებო. ჩაგიხვიათ, ნახეთ? ჩაგიხვიათ. აი ჩაიხვია კასეტამ, პლასტინკა იხვეს და აი ეს ადამიანი არ მოგცილდებათ მეგობრებო. კარგა ხანს, ნუ შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ დაგპირდებით, მაგრამ ხო, შეიძლება ბევრიც მთელი ცხოვრება ვერ ჩამოიშოროთ. მიდი life is love, არაა პრობლემა. წარმატებები ჩემო კარგო. ხო, ამიტომ ჩემო მეგობრებო, შეიძლება ზოგს მართლაც მთელი ცხოვრება ეს ადამიანი ვერ ჩამოიშოროთ, მაგრამ ზოგიერთებს კიდევ დიდხანს ვერ მოიცილებთ ამ ადამიანს. ისეთია, ისე ყავხართ ჩახვეული მეგობრებო. გონებაში, სისხლში,
აი ყველა უჯრედში ყავხართ გამჯდარი რო იტყვიან დედას ფიცა ვარ. გაიხარე ჩემო ლამაზო. რამდენი თქვენს პარტნიორზე ვიწყებ საუბარს მეგობრებო, მომიტევეთ ახლა რასაც ვიტყვი. სულ მამთქნარებს თვალი მოდის მისგან, აი ცრემლები მომდის მეგობრებო. პირი სულ ღია მაქვს, კიდე კაი რო ვერ მხედავთ პირდაპირ, აი პირისპირ რო ვერ მხედავთ მეგობრებო. დედას ფიცა ვარ. ხო, სულ მამთქნარებს გეფიცებით. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ხო აი შავი ხვრელი აქაც, აი მეგობრებო ნახეთ, იხვევს, აქაც იხვევს და ფანტაზიებში დაიკარგა ეს ადამიანი. იმდენი ჩაგიხვიათ, მეგობრებო, თავს ვერ განებებთ ეს ადამიანი რას ნიშნავს და მის მერიემ ეს ადამიანი დიდხანს ვერ დაგანებებთ თავს, შეიძლება მთელი ცხოვრება ამ ადამიანის გონებიდან თქვენ არასოდეს წაიშლებით მეგობრებო. ხო, საწოდავი კი? არა და ეკუთვნის. რაც ჭირს, ის ეკუთვნის. აქ ხო ამოვიდა. რაც ჭირს, სამართლიანად ჭირს მეგობრებო. სადაა ის კარტი? აი მეგობრებო, ეს ორი კარტი ერთად დაჭდა. რაც ჭირს, სამართლიანად ჭირს. დაიმსახურა და იმიტომ ჭირს. ხო. აი ასეა საქმე, თორე მეტი კი არაფერი. მან ძალიან კარგად იცის მეგობრებო, რო ეკუთვნის, ძალიან კარგად იცის. ეხლა თქვენთან ამას არ აღიარებს, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც ჭირს, თქვენი ცოდვით ჭირს და კიდევ ვინ იცის ვისით. მაგრამ რადგან თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი მეგობრებო, თქვენამდე ეს ვერავინ ვერ მოახერხა და თქვენ მოახერხეთ. ხო, თქვენამდე ვერავინ და თქვენ მოახერხეთ, რომ ეს ადამიანი მიაძუნძულეთ ტრანსფორმაციაში. კი. კაი ხანს იქნება იქ. კაი ხანს იქნება მეგობრებო. გარწმუნებთ. სანამ კარგად ჭკუას არ ისწავლის, იქნება და იქნება იქ. ხო, ასე რომ მოდით ჩემო ძვირფასებო, რადგან ეს ორი კარტი, არ ვიცი ახლა რატომღაც ისე შევხედე ამ ორს ისე შევხედე. ხო, მე მინდა ახლა გავაკეთო სამკუთხედზე. მართალია აგერ ახლა გქონდა, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. თქვენი პარტნიორი, ახლა ვინც მიყურებთ, მიხვდებით რომლისაა, მოდი გავაკეთებ ახლა ესეთ საჯარო ლაივს დღეს სამკუთხედზე. თუ კი ნამდვილად იცით, რომ თქვენს პარტნიორს ვიღაც ყავს, ეს შეიძლება იყოს დედა, მამა, რა მნიშვნელობა აქვს მეგობრებო, თქვენ ვინც იცით, ის ჩაიფიქრეთ, ის იგულისხმეთ. გავარკვიოთ რა ხდება იქ. აი იქ, სადაც იმყოფება თქვენი პარტნიორი. არ აქვს მნიშვნელობა ხა ვინ მიყურებთ, ქალბატონი თუ მამაკაცი. თუ ქალბატონი მიყურებთ, ესაა თქვენი, თუ მამაკაცი მიყურებთ, ესაა თქვენი. და ჩავიფიქროთ ახლა, სამკუთხედი, შეიძლება იყოს სიტუაცია სამკუთხედის მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. მორიელ. ესე იგი, სანამ პაპა არ გავხდები, მანამდე იქ იქნებაო. ვინ იქნება იქ მორიელ? ხო და ჩემო მეგობრებო, ასე გავაკეთებ ახლა დღეს. სამკუთხედზე გავშალოთ. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება სამკუთხედი, სამკუთხედის სიტუაცია. პარტნიორი და რა ხდება იქ? რა სიტუაცია, რა სამკუთხედია, როგორი სამკუთხედია?
მხოლოდ პარტნიორი ხო არა სამკუთხედი მეგობრებო, მშობლებიც სამკუთხედია. ხო, ტრანსფორმაცია, კი მორი. ნამდვილად ტრანსფორმაცია. აი მეგობრებო, ეხლა ესე გადავაბრუნებ კარტს. სალამი ნინა. და ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა. რა სამკუთხედზე საუბრობს? რა ხდება თქვენს პარტნიორთან? გაიხარე ჩემო კარგო, არა მიშავს. უღრმესი მადლობა მოკითხვისთვის. იმედია ჩაიფიქრეთ მეგობრებო. დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი და დავიწყოთ. ერთი წუთით. წყალი მოსვი ჩემო მეგობრებო. და დავიწყოთ ახლა. თქვენი პარტნიორი. არა, სათავე რო არ დამავიწყდეს, უნდა დავიწერო მეგობრებო. სამკუთხედი. რა ხდება იქ? ესეთი იქნება თემა მეგობრებო. ჩაისთან ერთად, რა თქმა უნდა. სურვილის და მიხედვით, ვის როგორ. შეგერგოს ჩემო კარგო. ჩვენს გვაჭამეო. ხარ, დაპაიჟებული ხარ, დაპაიჟნულები ხართ. მოკლედ მეგობრებო, დავიწყოთ ახლა სამკუთხედი. პარტნიორთან. რა ხდება იქ თქვენს პარტნიორთან? რა ხდება მეგობრებო? ესე მივაყუდოთ. ეს ორი ერთად. ესე მივაყუდოთ. რა ხდება იქ მეგობრებო? რა ხდება თქვენს პარტნიორთან? ბედის ბორბალი, მოულოდნელი ამბები, რაღაც მოახლოებული ამბავი, რომელმაც მოიჩქარა უკვე, ამბავი, რომელიც პროცესშია უკვე და ნელ-ნელა უკვე ახლოვდება. თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რაღაც მოახლოვდა უკვე მეგობრებო, ბედის ბორბალი დატრიალდა, ძალიანაც კარგი. კიდევ ხო. რა ხდება იქ? რასთან დაკავშირებით? უყურეთ მეგობრებო, ამ ადამიანმა დაკარგა ძალა. ეს არის მოულოდნელი დაკარგვა, ძალა და დაკარგვა. დანაკარგებშია ეს ადამიანი. დანაკარგებშია ფინანსების, მატერიალის, მემკვიდრეობის, ადამიანების, სიყვარულის და სიტუაციის, სამსახურის, ენერგიის და გონების დაკარგვაზეა საუბარი, კიდევ ჯანმრთელობის დაკარგვაზეა საუბარი. შეიძლება იყოს საუბარი დროის დაკარგვაზე, ნუ დანაკარგები ყველა მხრივ მეგობრებო. ხო, მამამია. ხო, უღრმესი მადლობა ყველას. მორგანა, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. ხო, კიდევ ძალიან დიდ დანაკარგებშია მეგობრებო. ამ ადამიანმა შეიძლება დაკარგა მეგობრებიც, აქვს ბევრი ღალატი, აქვს ინტრიგები, აქვს სირთულეები. ესე იგი, ბედის ბორბალი უკუღმა დაუტრიალდა ამ ადამიანს. მოდი ასე ვიტყვი, განვმარტავ ასე. აი, უყურეთ, ეს რატომ მოხდა მეგობრებო? სამყარომ დასაჯა ეს ადამიანი. ბატონო. რა ხდება იქ? იქ რაც ხდება მეგობრებო, თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რაც ხდება, ეს დამსახურებით ხდება.
კიდევ რა ხდება იქ? კარმა. კი ბატონო. მეგობრებო, იქ რაც ხდება, კარგი არაფერი. ამ ადამიანს უნდოდა სიყვარული, უნდოდა მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი ქონდა, ან უნდოდა და აღარ აქვს. დაკარგა მოლაპარაკებები, დაკარგა სიყვარული, დაკარგა ემოცია, დააკლდა ემოცია თავისი манипуляციებით. აქ არის манипуляციები, აქ არის მაგიები, მაგრამ უფრო манипуляციები მეგობრებო. ეს მაგიების კარტია, რადგან მოbrunებულია და უკუღმა, ამიტომ აქ არის უფრო манипуляციები მისი მხრიდან. ხო. რა ხდება იქ? რა ხდება იქ? გაუგებრობა. ამ ადამიანის ცხოვრება საით მიდის, მას ვერ გაუგია. მიდის სადღაც მოულოდნელი არის ეს წასვლა მისი. ეს არის ცხოვრებისეული წასვლა მეგობრებო. იმ სიტუაციაში, რაშიც არის ეხლა, მას ქვია წასვლა. ეს იყო მოულოდნელი წასვლა, თუ მოულოდნელი ზურგი შექცევა, მაგრამ რამდენადაც მოულოდნელად წავიდა ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, იმდენად გაუგებრობაში მოხვდა მოულოდნელად. სასწაულად ლაპარაკობს კარტი. ამ ადამიანს უნდოდა ბალანსი, ეპოვა საკუთარ თავთან თავისი წერტილის დასმით. ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ნახეთ ახლა манипуляციები და რა კარტზე ჩდება კარტები მეგობრებო, ამასაც დააკვირდით, ნახეთ. ხო, манипуляციები და წერტილის დასმა. ანუ ეს არის დასრულება ურთიერთობის. ამ ადამიანმა გადაწყვიტა თავისი манипуляციებით თითქოს და ეს ურთიერთობა დაესრულებინა, ყველაფერთან დაკავშირებით და ყველაფრისგან მიუხედავად და გასაკვირად მოულოდნელად გადაწყვიტა, ეს არის ერთ-ერთი მისი манипуляცია. და აი მისი სიტუაცია ეხლა. აი მისი სიტუაცია. ეს არის მისით გაკეთებული ამბავი. მისი ბრალია ეს. ხო. ძალიან ყოყმანობს, ძალიან მერყეობს, ძალიან ამბობს, რომ არის ჭკუაში მოტყუებული. თითქოს ეშინია დაგვიანების. ეშინია იმის, რომ გვიანი არ იყოს. ან ეშინია იმის, რომ ვინმე უკვე აღარ გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში. ან უკვე გამოჩნდა ვინმე თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ამასაც ფიქრობთ. თვითონ ფიქრობს მეგობრებო. და სულ უფრო გაუბედურებული არ დარჩეს. ამას ფიქრობს თვითონ. ხო. ძალიან დეპრესიები აქვს. ხამე უძილობა აქვს. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, თქვენს ურთიერთობაში. შანსის არ გამოყენება. ეშინია ამ შანსის არ გამოყენების. არჩევანი, არასწორი არჩევანი, გზიდან გადახვევა. რაღაც არასწორი საქციელები. მოკლედ, ყველაფერი არის მისი ბრალი მეგობრებო. ყველაფერი არის მისი ბრალი. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა უცებ ესე თქვენგან გაქრობა? რატომ გადაწყვიტა? ეს იყო მისი წინ დაუხედავი ნაბიჯი. ვერ გათვალა მეგობრებო. ხო, დაცილება. აი, ყველაფერი აირჩია თქვენს გარდა. მოდი ასე ვიტყვი. თქვენს გარდა ყველაფერი. რამ განაპირობა მისი წასვლა? განაპირობა იმან, რომ შეიძლება ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი დამოკიდებულია მშობლებზე.
დამოკიდებულია ოჯახზე, სამსახურზე, ფინანსებზე, თქვენს გარდა ყველაფერზე. თქვენ ზურგში გაქცევთ და სხვა დანარჩენს არა. აი ეს მოხდა ზუსტად. მეტი არაფერი მეგობრებო. ბევრი შემთხვევაში ეს მოხდა. მშობლები აირჩია და თქვენ არა. მშობლებზე პასუხისმგებლობა აირჩია და თქვენ არა. სამსახური და თქვენ, ყველაფერი და თქვენ არა. ხო. ყველაფერი და თქვენ არა. ხო, იგივე, ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი უეჭველი მეგობრებო, ტრანსფორმაციაშია. ეს შეიძლებოდა, ეს კარტი შეიძლებოდა ამოსულიყო ასე. მაგრამ ამოვიდა ასე. ეს არის ტრანსფორმაცია. გარდასახვა, გარდაუვალი გარდასახვა აქ მეგობრებო. ნახეთ, გამოსავალს ეძებს, ისე ცუდათაა. ის რაც თქვენ დაგმართათ, ამ ადამიანს უკან დაუბრუნდა. ეხლა თქვენ კარგად ხართ. ის აცუდათ. აბა როგორ ეხლა? სხვანაირად არ შეიძლება. ეხლა თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი. ვარსკვლავი, რომელიც რაღაც ანათებთ და სამართლიანად მეგობრებო. იქაც ამოვიდა სამართლიანობის კარტი, რაც აქვს იმსახურებს და ეხლაც აქაც სამართლიანად. რა ხდება იქ? ყველაფერი სამართლიანად ჭირს თქვენს ადამიანს. ეხლა მინდა ვკითხო კარტს. თუ წამოვა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იქედან, სადაც არის, თუ დატოვებს იქაურობას. ფიქრის რეჟიმი კი აქვს ჩართული, თუ დატოვებს იქაურობას. ძალიან ბევრი დაბრკოლებები აქვს ამ ადამიანს. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ამ ადამიანმა სპეციალურად უნდა გადაწყვიტოს იქედან წამოსვლა. სადაც არის. ჩვენ დავსვით კითხვა, თუ წამოვა იქედან, სადაც არის. ოფიციალურად უნდა გადაწყვიტოს იქედან წამოსვლა. იქ ყოფნაზე უარი უნდა თქვას, ნახეთ, უარყოფა და დაგვიანების შიში. ამიტომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ დააგვიანდეს, ამიტომ უნდა წამოვიდეს იქედან. და ეს უნდა გააკეთოს სპეციალურად, ოფიციალურად, მეგობრებო. თუმცა ძალიან ეშინია ჭორების, არ ვიცი რა შემთხვევა გაქვთ და რა სიტუაციაში იმყოფება. ნაბიჯებს ვერ დგამს გაუბედაობა, ეშინია, იცით რისი ეშინია და რატომაა გაუბედავი და ნაბიჯების გადმოდგმის რატომ ეშინია. ჭორების ეშინია მეგობრებო. უსიამოვნო ამბების, მithქმა მოთქმის. ამ ადამიანს მეგობრებო, დამიღალა გული, დედას გეფიცებით, გული დამიღალა თქვენმა პარტნიორმა. ოღონდ მართლა. ურეთ, ეხლა რისი თქმა მინდა? ეხლა კარგად მომისმინეთ, რისი თქმა მინდა? ამ ადამიანმა რაც არ უნდა დაიგვიანოს, რაც არ უნდა გადადოს გადაწყვეტილება თქვენსკენ. რაც არ უნდა გადადოს, ან ბოლო ზედათაროზე შემოდოს, მეგობრებო. მაინც თქვენამდე მომსვლელია. ნახეთ, ქვემოდან რა კარტია. ბევრი შემთხვევაში მაინც მომსვლელია თქვენთან. უფრო ქალბატონების შემთხვევაში. მაგრამ არ გამოურიცხა მამაკაცების შემთხვევაში. მამაკაცების შემთხვევაში უფრო თქვენ გელოდებათ თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო. როდის გადადგამთ ნაბიჯს. მორიელ, შენი პარტნიორი კიდევ შენ გელოდება, როდის გადადგამ მისკენ ნაბიჯს. ხო, იცით რატომ, მეგობრებო, მამაკაცებო, იცით რატომ? თქვენ რომ გადადგათ ნაბიჯები მისკენ და მერე თვითონ აი ესე რომ ხმლებით რა გინდოდა რატომ მოხვედიო. რო გააკეთოს. თავის ფასი რო აიმაღლოს. ხო, აი ეს მომენტი აქვს. და ქალბატონების შემთხვევაში, მეგობრებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო დედოფლებო. თქვენ შემთხვევაში ეს ადამიანი აუცილებლად მოვა. დედა მეგობრებო, აი მოკვდი პროსტა დედას ვიცავარ მქნარებაში.
ეს ადამიანი აუცილებლად მოვა, თან სამართლიანად მოვა, უნდა მოვიდეს. იცით რატო უნდა მოვიდეს? თქვენი იმის ასამაღლებლად, ანუ თქვენი ეგოს ასამაღლებლად, მეგობრებო, თქვენ რომ თქვენი ეგო აიმაღლოთ, თქვენ რომ თქვენი დაკარგული ენერგია დაიბრუნოთ, მისი დაბრუნებით, აი ამიტომ და მერე თუ არ გინდათ, თქვენ თვითონ უკან გააბძუნძულებთ. მორიელ არავითარ შემთხვევაში ნაბიჯი არ უნდა გადადგა. აი იმ მამაკაცების საყურადღებოდ, ვისაც მორიელებით გჭირთ. მოდი ასე ვიტყვი. ხო, ჩემო ძვირფასებო. არც ერთმა ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. არც მამაკაცმა და არც ქალბატონმა. არც ერთმა თქვენთაგანმა ნაბიჯი არ უნდა გადადგათ, მეგობრებო. აი ეს პოზიცია მოირგეთ ეხლა. ვინც მისმენთ, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი თუ მამაკაცი. ეს ხმლების პოზიცია უნდა მოირგოთ. ზუსტად. კეთილი ინებოს და მოგბრძანდეს. როგორც გეკადრებათ, ისე დაგაფასოთ, მეგობრებო. ბოდიშის მოხდა, სირცხვილი არაა. ძალიან კარგად იცის, რომ დააშავა, მაგრამ იმდენად ამაყია და ეგოისტია, რომ ამას როგორ აღიარებს ახლა. კეთილი ინებოს და აღიაროს, მეგობრებო. დანაშაულის აღიარება შეუძლია ძლიერ ადამიანებს. მე მაგალითად, როდესაც რაიმეს ვაშავებ, შემიძლია ბოდიშის მოხდა და მე ამის არც მცხვენია და არც მეშინია. არც მეთაკილება კიდე. სამართლიანად უნდა მოვიდეს წესით და კანონით. ხო. ისწავლის ჭკუას, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაშია, ორივე დასტა ამბობს იმას, რომ თქვენი პარტნიორი ტრანსფორმაციაშია და თან მწარე ტრანსფორმაციაში და თქვენ ხართ მისი ტრანსფორმაცია, მეგობრებო. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში. თქვენ რაც გააკეთეთ, ეს სხვამ ვერ მოახერხა და თქვენ მოახერხეთ. ხო. მოვა ოჯახისთვის. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა. ვაიმე, აღარ შემიძლია. მოვა ოჯახისთვის, მოვა იმისთვის, რაც დაანგრია. რა ოცნებებიც დაგინგრიათ, იმისთვის მოვა. მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება, გააგრძელებთ ამ ურთიერთობას თუ ისევ ასე ჩამოამხობთ თავზე, მეგობრებო. მეგობრებო, გადაწყვეტილება თქვენზეა. კი, მორიელ, შენ ეჭვი ხო არ გეპარება, რომ მაგას მასე ვიზამდი. დედას გეფიცები. დედას გეფიცები, მასე ვიზამდი. ხო, ამ ადამიანს უნდა ოჯახი თქვენგან, მაგრამ როგორ უნდა არ ვიცი, მანიპულაციებით. უკან არ დაიხევს. უნდა მეგობრებო კი, თუმცა ელოდეთ მისგან, ელოდეთ, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ელოდოთ. ძალიან რთულად იძლევა უკვე ამ ადამიანს ეს ყველაფერი. ძალიან რთულია უკვე თქვენი ნდობის დაბრუნება, ოღონდ სერიოზულად მეგობრებო. ნახეთ როგორი კარტები ამოყარა. როგორა? მეცინება. როგორა ამოყარა ბიჭოკებიო. ეს ადამიანი როდესაც გადმოდგავს მეგობრებო ნაბიჯს შეუძლებელია უკვე რა თქმა უნდა იცით როგორა რუსები იტყვიან პოზნა не бывает уже не надо ხო აი ზუსტად რუსების გამოთქმა ბევრი ძალიან მიყვარს
Nie bывает поздно. Уже не надо. ხო. აი ზუსტად. აი ეს დაემართა თქვენს პარტნიორს. გვიანი არასდროს არ არის. უბრალოდ აღარ გვინდა. всё. დამთავრდა კინო. წევიდა სახლში. თავისი манипуляციებია სამკუთხედი მეგობრებო. Не надо. Уже не надо. ზუსტად. თავისი манипуляციებით. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. რა დაბრკოლებები აქვს? დაბრკოლებები აქვს ცხოვრებისეული ყველანაირი. ყველანაირი მეგობრებო. ჩხუბი გაუკვირლობა კამათი, ოჯახური პრობლემები, არეულობა და დაბრკოლებები, შეფერხებები. ყველაფერი უასოზე აქვს. ეს ტერმინი, როდესაც გამოვიყენე პირველად, ყველაფერი უასოზე მეთქინ. ერთმა მომწერა, ვერ გავიგონეო, გაწყდაო ალბათ რაღაცაო და ვერ გავიგონე. უასოზე რა თქვითო? უასოზე უყველაფრობა, უფულობა, უტვინობა და უუნარობა, უჭკუობა, უამბიციობა. ძალიან ბევრი რამეა უზე. მეგობრებო. უკან მიზდის ყველაფერი. ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, ხა ყურეთ რას ვეტყვი. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ვარიანტები ამოდის ახლა აქ. პირველი რაც არის ის, რომ თუკი თქვენ და უნებურად სამკუთხედში იმყოფებით, პარტნიორულ სამკუთხედში თუ იმყოფებით, ამ ადამიანს თავისუფლება, განქორწინება უნდა იქ. იქედან წამოსვლა უნდა. კი, ეს ერთი. თუკი თქვენი ადამიანი, თქვენი პარტნიორი სადაცაა მშობლებთანა, სამსახურშია, რა სიტუაციაც აქვს, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. იქედან წამოსვლა უნდა მეგობრებო, იმ სიტუაციის დატოვება უნდა, განოლება უნდა იმ ყველაფრის და წამოსვლა უნდა იქედან. ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა მეგობრებო. ბუმერანგი. განქორწინდეს დედამისთან, ხო? აი ზუსტად. მეგობრებო, ამ ადამიანს ძალიან ეს ჩემთვის არის ბუმერანგის კარტი. ესე არა, ესე ახალია. ესე ყველაფერი კარგისაა, მაგრამ ესე ჩემთვის ეს კომბალი მოუწია მას თავში. ხო. ნახეთ რა ზედაჭდა? აი აქ, სირთულეები, რაც დათესა ის მოიმკა. ხო, თუმცა ამ ადამიანს მეგობრებო ძალიან უნდა ამ ყველაფრის დასრულება და ამ ყველაფრისთვის ბრძოლა სასიკეთოდ და მანამ სანამ არ მიაღწევს ყველაფერს, რაც მას უნდა. ამას ამბობს, უკან არ დავიხევ არაფერსეო. საინტერესოა. რა მხრივ არ დაიხევს უკან? ხო, მეგობრებო, თქვენს გამო ეს ადამიანი უკან არ დაიხევს არაფერზე. ამ ადამიანს გონია რომ თქვენ ელოდებით, ნუ ეხლა თვითონ ასე ამბობს. ეხლა თუ კი თქვენ ნამდვილად არ გყავთ არავინ, მან თვითონ 1000% დარწმუნებულია რომ თქვენ არავინ არ გყავთ და მას ელოდებით. ანდა კიდევ ერთი, რადგან არ გყავთ არავინ, თვითონ თulis რომ მას ელოდებით. ყველა ვარიანტში მას ელოდებით. გინდა ისე თქვით, გინდა ასე. ხო. თვითონ თulis ასე მეგობრებო. აი ნახეთ უბრალოდ.
როგორ ზიხართ და თითქოს როგორ ელოდებით ამ ადამიანს. ხედავთ, ხო? მეგობრებო. ამ დროს ისვენებთ ერთმანეთიდან. თქვენ უფრო ისვენებთ უკაცრავად. თქვენ კი არ ისვენებთ, თქვენ დაისვენეთ მეგობრებო მისგან. მეგობრებო, ნახეთ ახლა. სასწაული უბრალოდ. ახლა შეხედეთ მეგობრებო. ახლა შეხედეთ უყურეთ მეგობრებო. ეს ხართ თქვენ და დასვენება. ხედავთ? თქვენ და დასვენება. თქვენ ისვენებთ ამ ადამიანიდან, თქვენ ისვენებთ. და ეს ადამიანი შეხედეთ მეგობრებო. ამ ადამიანს შეხედეთ. რამდენი ტყუილები აქვს. ამ ადამიანს რამდენი ტყუილები აქვს. ეს ტყუილების კარტია. ხო. ამ ადამიანმა ხედავთ ზურგით როგორ გიზეთ თქვენ კიდევ მეგობრებო. ამ ადამიანმა შეგაქციათ ზურგი, ზურგით ხართ. ზურგის მხრიდან ხართ თქვენ. ხო. თქვენ ბევრმა თქვენთაგანმა აირჩიეთ საკუთარი თავი და ღირსებები, საკუთარი ფინანსები, საკუთარი ცხოვრება. ამ ადამიანზე თქვით, ამ ადამიანზე უკვე ფიქრები წამოგივიდათ, რომ ხმლების პაჟი, ტყუილად გადაყრილი ფული, ტყუილად დაკარგული დრო, ენერგია, გაფლანგული ძალა, ბედნიერება და ის ყველაფერი, რამაც სიკეთე არ მოგიტანათ. დედასპიცა ვარ, სასწაულად საუბრობს კარტი. ბევრმა თქვენთაგანმა ამ ადამიანთან ფინანსები დაკარგა, ჯანმრთელობა დაკარგა, ენერგია დაკარგა, სილამაზე დაკარგა, ხედვა დაკარგა ცხოვრების, სტიმული დაკარგა ცხოვრების, მეგობრებო. ძალიან ბევრი რესურსი დაკარგეთ. და ამ ყველაფერს იხდგეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მეგობრებო. ჯერ კიდევ არ ხართ გამოსულები. ნახეთ, ესე შრომობთ, ნელა ადიხართ საფეხურებით ადიხართ სართულებზე, მეგობრებო. დრო და ენერგია, კი. კი, მეგობრებო. მერე ფინანსები უყურეთ, მეგობრებო. მარტო დრო და ენერგია არა, უყურეთ. ენერგიას რო დაკარგავთ, მერე ფინანსებისაც კარგავთ. ძალა რო არ გაქვთ მუშაობის თავისთავად, ენერგია არ გაქვთ, ფინანსებსაც კარგავთ, მეგობრებო. და ფინანსები არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, მეგობრებო. ხო. ფინანსებშიც არის სასიცოცხლო ენერგია. ფული თუ არ გვაქვთ, ვერ ვიცოცხლებთ, ხო, მეგობრებო? ფულიც გჭირდება, რა თქმა უნდა. ფინანსებშიც არის ენერგია. ფინანსური ენერგია. არა, ბიჭოს. ხო. ამ ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ დაგკარგათ, დაეკარგეთ. თქვენ რაც დაგემართათ, ამ ადამიანმა იბრძოლა ყველაფრისთვის. კი, რაზეც იბრძოლა, მიაღწია იმას. ჯერ ხო გაგანადგურათ, ეს ახლა აქ რაც თქვი ზევით ჩამოთვლილი ეს ყველაფერი დაგმართათ. ადამიანი 21-დან 35, 40 წლამდე ადამიანი. ბევრთან ასაკიცხაობაა. ზოგიერთებთან, ყველასთან თუ არა, მაგრამ არის ადამიანებთან, რომლებთანაც ასაკიცხაობაა, მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიყურებთ, ასაკობრივი სხვაობაა. სხვაობაა თქვენ შორის. მენტალური, ფიზიკური, ასაკობრივი, კანისფერი, თმისფერი, შეიძლება იყოს სიმაღლე, შეიძლება იყოს რელიგიური სხვაობაც და მოკლედ, მეგობრებო, ძალიან ბევრი სხვაობაა. შეიძლება ბევრთან ყველა სხვაობა იყოს და შეიძლება ზოგიერთებთან ერთ-ერთი ან რამდენიმე.
თქვენ თუ ხართ შავგრემანი, ის არის ქერა. ან პირიქით, თქვენ თუ ხართ ქერა, ისაა შავგრემანი. თქვენი სახის კანის ფერი არ არის. ხო. კიდევ რას ვეტყვის? რა ხდება იქ? უთქვენოდ რა ხდება იქ? ხო, აი უთქვენოდ. ძალიან დიდი მანძილია თქვენ შორის მეგობრებო. მანძილზე მეგობრობა, მანძილზე სიყვარული, მანძილზე ურთიერთობა, პლატონური ურთიერთობა. ადამიანი გიყვარს და ვერ ეხები, იმიტომ რომ შორს ხართ. მენტალურად ხართ ახლოს, დანარჩენ მხრივ შორს ხართ. რა თქმა უნდა. ჩემგან წასული ადამიანი უკან არ ვიბრუნებ. საიდანაც მივდივარ, მე იქ არ ბრუნდები. არასოდეს არ უბრუნდები, მეგობრებო. ვინც არ უნდა იყოს. ტყუილი. ძალიან ბევრი რამე მოგატყუათ ამ ადამიანმა. ძალიან დიდი ენერგია წაიღო თქვენგან. გეუბნებით ვიმეორებ. ამ დაპირებებით, ამ მაპატიეთ მეგობრებო. ძალიან ბევრი დაპირებებით, ძალიან ბევრი ოცნებებით, ძალიან ბევრი ფიცით, მტკიცით, ძალიან ბევრი უფლება მიეცით და ძალიან ბევრი უფლება მიცა ამ ადამიანმა საკუთარ თავს, მაგრამ თქვენ მიეცით ამის უფლება ალბათ. მოდი ასე ვიტყვი, ძალიან სიღრმისეულად ენდეთ ამ ადამიანს. არადა ასე არ უნდა ყოფილიყო. ხო, ნუ რა ვქნათ? ეს ერთი. ძალიან დიდი დრო დაკარგეთ ამ ყველაფრისთვის, მეგობრებო. ვინ თვეები და ვინ წლები. კი. კიდევ. თქვენ რომ არა, კიდევ გააგრძელებდა ეს ადამიანი, გავიმეორებ. თავის ტყუილებს, მაგრამ ამ ყველაფრის ჩაირია სამყარო. სამყარომ ჩაირია. ხო. და აი იმ ყველაფრით თქვენ კიდევ მოეგეთ გონს ტაროლოგიით. აი ამ საჯარო გაშლებით მეგობრებო. აბა რამდენი აღიარებთ, რომ ამ ყველაფრით თქვენ გამოდიხართ და ამ ყველაფრით თქვენ გამოსავალი იპოვეთ. მე პირადად კი. მე ტაროლოგიით. მე რაც იტალიაში ჩამოვედი, იმ დღიდან ამ ტაროლოგიამ გამომაფხიზლა. ძალიან ბევრი რამე მასწავლა დედას გეფიცებით მეგობრებო. აი ასევე ხართ თქვენც. ეს არის წინასწარმეტყველების ტაროლოგიის, ამ შემთხვევაში ტაროლოგიის, ფსიქოლოგიის. ვინ რას მიმართეთ და ვინ რას. 24/7 ამით ხართ დაკავებული და აქ ეძებთ გამოსავალს და კიდევაც იპოვეთ მეგობრებო. თქვენ აქ საკუთარი თავი იპოვეთ. ხო. ხო, რა თქმა უნდა მორგანა. მეც 5 წელი შესრულდა უკვე მე-6 წელი დაიწყო მეგობრებო. ხო. პატარა დრო არაა გასული. ხო. მოკლედ. ბოლო. სამკუთხედი და რა ხდება იქ არა. რა მოხდება ეხლა თქვენში. მოდი ვკითხო ეხლა, ვკითხოთ კარც. თქვენში აი ამ ყველაფრის შემდეგ, აი დღეის მერე, ამ წუთის შემდეგ რა მოხდება? რა მოხდება თქვენ შორის მეგობრებო? ნაწილობრივ დანაკარგები. სინანული, მისგან წამოსული სინანული.
ძალიან ინანებს ეს ადამიანი, ან უკვე ნანობს, ან ძალიან მალე ინანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო ნანობს უკვე. ხო. დანაკარგები. ხო, მეგობრებო. რა იქნება თქვენ შორის? არაფერი, მეგობრებო. ამ ყველაფერში არაფერი, დანაკარგები და დასასრული. გაუგებრობა. ზედმეტი სიამაყე თქვენი პარტნიორიდან. ნუ ეხლა იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მე თქვენც უკვე საკუთარი თავის ეგოისტები გახდით. და რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა მოხდარიყო. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ დაგიტოვათ თქვენმა პარტნიორმა. ანუ სარკისებური ეფექტი აირეკლეთ თქვენ მისგან. ამიტომ რასაც აკეთებს თვითონ, გაგიკეთათ თქვენ. იმას აკეთებთ ეხლა თქვენ, მეგობრებო. ამიტომ თქვენი ურთიერთობა უკვე ბოლოსკენ მიდის, ბევრის შემთხვევაში. ხო, ბევრი შემთხვევაში, მეგობრებო. რას უნდა ელოდოთ თქვენი ურთიერთობა? მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რასაც იზამს ეს ადამიანი. ძალიან კარგად იცით. გეუბნებით, რამდენჯერმე გავიმეორე, ასე ადვილად ეს ადამიანი თავს არ დაგანებებთ. ხო. არ დაგანებებთ, მეგობრებო. იმდენად დანაკარგებში წავა, მეგობრებო. და წასულია უკვე რომ. ასე ადვილად თავს არ დაგანებებთ. ხო, არა, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში. ამას არ ელოდოთ, როგორ ევედრება უფალს გზაზე შველას. სხვათა შორის გამარჯვებით. ამ ადამიანს წამს რომ გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს, ეხლა ცუდი გაგებით არ გამიგოთ. გაიმარჯვებს რა მიაღწევს იმას, რაც უნდა. ხო. ანუ მაინც გამოუვა რაღაცა, თვითონ ასე ფიქრობს. ეგოისტი ადამიანი, მეგობრებო. ხო. ძალიან ეცდება, იცოდეთ. იმდენად დამარცხებულია, მეგობრებო. იმდენად დაკარგულია თავის გზაზე, არჩეულ გზაზე დაიკარგა, მეგობრებო, ეს ადამიანი, რომ ხო. ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამ ყველაფრისთვის. აქამდე მოვიდა და ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას. მისი ბრალია. ბევრჯერ გაიმეორა ეს. დაკარგა თქვენი ნდობა, დაკარგა თქვენი სიყვარული. ანუ როგორ ანათქვამი, ზედმეტი მოუვიდა. ხო. მოვა, მაგრამ ერთი ნაბიჯი წინ, 10 ნაბიჯი უკანა. ესე მოვა. შიშით ვერ მოვა ბოლომდე, მეგობრებო. ეგოისტი ადამიანი მეთქი ხო გეუბნებით. გადადებს, გადაწყვეტილებას კიდე კარგა ხანს გადადებს, მეგობრებო. შიშით გადადებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი თქვენ გამო კამათობს. არ ვიცი ვისთან რას კამათობს, მაგრამ კამათობს კი. იცოდეთ რომ კამათობს. მოდი რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ, მეგობრებო. მოდი რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ. როგორც თვითონ გითვალთვალებთ, ესე იგი უთვალთვალეთ ეხლა თქვენ. დაამკვირვებლის როლი მოირგეთ, მეგობრებო. დააკვირდით ამ ადამიანს, მისი დონე სადამდე გაწუდება. ხო. ძალიან ბევრი რამე არ იცით, უყურეთ ასე, ეს არის ფარული და აი ფარულად ესე უყურეთ. ხო. რჩევა თქვენ.
არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ამ ადამიანს ფარულ ურთიერთობაზე. ეს ფარულია და ესეც ფარულია. ფარულ ურთიერთობაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ, მეგობრებო. ეგრევე იგნორი. გაუშვით მოგონებებში. დატოვეთ წარსულში, მეგობრებო. იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის, გაუფრთხილდით თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, რჩევა ასეთია. ის რაც აქამდე რაზეც იშრომეთ და ეხლა რაზეც შრომობთ, ეს თქვენი ფინანსებია და თქვენი ცხოვრება, ის რაც გაქვთ თქვენ ნაშრომი მთელი ცხოვრება და დაგროვებული გაქვთ, ვის ოჯახი გყავთ, ვის შვილები გყავთ, ვის პასუხისმგებლობა გაქვთ, აი თქვენივე ამ ყველაფრით დაკავდით და გაუფრთხილდით ამ ყველაფერს რაც გაქვთ და რისთვისაც აქამდე იბრძოლეთ. ერთი წუთით მოვალ ახლა. ხო, გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. დანარჩენი უყურეთ შორიდან, მეგობრებო, და ყველაფერი იქნება ნათელი. ნათლად დაინახავთ თვითონვე ყველაფერს. მე არ გეტყვით იმას, რომ და კარტი არ გეუბნებათ იმას, რომ აი მოიძულეთ. არა, დააკვირდით ამ ადამიანს. და მიხვალთ იმ დასკვნამდე, მეგობრებო, რომ ყველაფერს ნათლად დაინახავთ და სულ სხვა შთაბეჭდილებით თქვენ თვითონვე დატოვებთ ამ ადამიანს, ვისაც ჯერ არ დაგიტოვებიათ. სიმღერით გავუშვებთ, მეგობრებო, დედას გეფიცებით. იმდენად რთული აღარ იქნება თქვენთვის. არ შეეწინააღმდეგოთ თავს. ეხლა დავანებო, არ დავანებო, ძალიან მინდა დანებება და ვერ ვანებებ, ღმერთო, როდის დავანებებ, ამაზე თუ ნერვიულობთ. არა, მეგობრებო. უბრალოდ დააპაუზეთ ეს ყველაფერი. გათიშეთ ეხლა გული და ჩართეთ გონება. დააკვირდით ეხლა. ხო. აი ესე, მეგობრებო. მეტი არაფერი. ეს იყო სულ. ხო. მერე უფრო ისე ადვილად გავუშვებთ ამ ადამიანს, რთული აღარ იქნება. ვისთვისაც რთულია, იმაზე ვამახვილე ყურადღებას. ვისაც უნდა გაშვება და ვერ უშვებთ, მეგობრებო, და ძალიან რთულად გეძლევათ ეს ყველაფერი, ხო? არც ამაზე ინერვიულოთ. მოვა დრო და ამ ყველაფერს ისე გააკეთებთ, რომ გაგიკვირდებათ, საკუთარი თავის და საქციელისაც გაგიკვირდებათ. ამ გადაწყვეტილებას ძალაუნებურად ისე მიიღებთ, ისე გააკეთებთ, რომ ასე გამოგივათ. ძალაუნებურად რაღაცნაირად ისე გამოგივათ, რომ გაგიკვირდებათ. უცებ რომ გონზე მოხვალთ, ხო? იტყვით. წავიდა, გავუშვი. ხო? აი ზუსტად, მეგობრებო. მაგრამ ჯერ ეს ვჭირდება. რატომ ორიელ, რადგან ასეთ ადამიანთან ქორწინი? ესეთ ადამიანთან ქორწილი არავის ჭირდება, მეგობრებო. მოდი ახლა ვკითხოთ ასტრაბარათებს. რას გვეტყვის აბა? თქვენი და თქვენი პარტნიორის სამკუთხედზე. სამკუთხედი ყველაფერია, ვიცით ხო, მეგობრებო, ხშირად ვიმეორებ. სამკუთხედი არის ყველაფერი. ხო. რა ხდება იქ? რა თქმა უნდა, ყველამ ასეთი არ არის. რა თქმა უნდა, დამკვირვებლის როლი ყველაზე მაგარი სიტუაცია თუ არ იყოს, დედასპიცა ვარ. და მე რა ხდება, მეგობრებო, იცით? აი ეს ყველაფერი იმდენად იმაში გადაგაქვს, რა ქვია, ხუმრობაში. ხო?
აი თითქოს და აი სულ სხვანაირად უდგები მე ამ ყველაფერს, სულ სხვანაირად უყურებ, აღიქვამ სულ სხვანაირად და იმდენად აღარ გტკივა. დასკვნა გამოგაქვს, მეგობრებო. კი. პირველად ცოტა შეიძლება რთული იყოს დამკვირვებლის როლი, მაგრამ მერე და მერე ისეთი ადვილი ხდება, მეგობრებო, რომ აი არ ვიცი. აღარ მოქმედებს თქვენზე. თუნდაც აშკარად დაინახოთ ეს ადამიანი ვინმესთან, ხო? ვინმესთან ერთად. უკვე თქვენზე აღარ მოქმედებს. ხო. სამკუთხედი, რა ხდება იქ? აბა ასტრაბარათები რას გვეტყვის? რა დოზის სამკუთხედში ვიმყოფებით? მოდი ასეთი შეკითხვა დავსვათ, მეგობრებო. აი, რა დონის სამკუთხედში ვიმყოფებით? აი, ესეთი კითხვა მინდა დავსვა ახლა. ამ ჩვენ ასტრაბარათებთან. ხო, მერე უკვე სულ ერთია კი. რა დოზით ვიმყოფებით სამკუთხედში? აი, ესეთი კითხვა დავსვათ, მეგობრებო. ასტრაბარათები რას გვეტყვის? მეგობრებო. ყველაფრის და მიუხედავად, ახლა გაგიკვირდებათ, მაგრამ აქ ორმხრივი სიყვარული არის. ეხლა მე გეტყვით აქ რა ხდება. აქ არის იცით როგორი სიყვარული? აი, ერთად რო ხართ და გტკივათ და ცალ-ცალკე ხართ და მაინც გტკივათ. ერთად ხართ და შეუძლებელია, ცალ-ცალკე ხართ და შეუძლებელია. ნუ ვისთვის როგორ ახლა ვისთან როგორ მეგობრებო? ფოჯაში არა, ქიოჯა. შენ ჩემთან ახლოს ხარ მორიელ ახლა. ხო. კიდე. კი, აქ ორმხრივი სიყვარულია, მაგრამ უცნაური სიყვარული გააჩნია თქვენს პარტნიორს. კიდევ. რა დოზის სამკუთხედში ვიმყოფებით? რა დოზით ვიმყოფებით სამკუთხედში? რა დოზით? იმ დოზით, რომ ყველანაირი ხერხის გამოყენებით. აი ხო გეუბნებით სამკუთხედი ბევრნაირია. მანიპულაციები, მანიპულაციური დოზით მეგობრებო. ეს ადამიანი რაღაცით არის დაკავებული. გავიმეორებ. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორი არ გამოვრიცხავ, ეხლა რასაც ვკითხულობ აქ უცებ. შეიძლება იყოს ახლა ზოდიაქოებს არ მივაქციეთ მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ვიტყვი, მშვილდოსანი. შეიძლება იყოს მეგობრებო, შეიძლება იყოს აი როგორ მინდა ზუსტად ვთქვა. შეიძლება იყოს ხო. უფრო მშვილდოსანი დავინახე მეგობრებო, თუმცა შეიძლება სხვებიც იყოს, მაგრამ მაინც რატომღაც უფრო მშვილდოსანი. მოკლედ, ახლა გეტყვით რა ხდება აქ. სასწაული მეგობრებო, ხა ისეთი
ისეთი რაღაც იდეა მომდის აქ, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და ქალბატონების შემთხვევაში და თითქოს და რაღაც შეხვედრას შემოგთავაზებთ, მეგობრებო. ეხლა არ დამაყაროთ ძალიან გთხოვთ. ხო. კაკრას ეგ არის, ეგ ბედნიერიო. ვინ ბედნიერი, მორიელ? შულდოსანია? მორიელ, შულდოსანია შენი ქალბატონი? გავარტყი ხო, მორიელ, გავარტყი. ხო. ხო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა თქვენთან შეხვედრა. ამ საღამოს რას აკეთებ? მეგობრებო, დედასპიცა ვარ, გოგოებო. კარგად დააკვირდით ახლა ამ სურათს. ატო ზული, აგერ ამ საღამოს რას აკეთებ? ვარდი ხელში, გამხმარი ვარდი ერთი. ერთი გამხმარი ვარდით, მეგობრებო. ხო, გამხმარი ვარდით, მეგობრებო, ნახეთ, ხელში უკავია გამხმარი ვარდი. ამ საღამოს რას აკეთებ? გძინავს ვანა მარია წერს. თუ გძინავს აქ რა გინდა? თუ რომ გძინავდეს აქ ვერ იქნები ანა მარია. ხო. მაცადი ეხლა მეც ღადავი ცოტა ხანი რა მოხდება? რას აკეთებ ამ საღამოს? გძინავს. რა არის ეს? რანაირი პასუხი იყო ეხლა? მაცადე, კაცო. ხო. რიტუზები არა, ეს ელასტიკებია, კაცო. გამხმარი ვარდი. აცივდა გო. ან დავქნაგო? არანდარან დავქნაგო? არა, გადაყირავება არ ყვაწყობს. ხო. ამ საღამოს რას აკეთებ? ხო. არანდარან დავქნა გუთიონა. არანდარან დაქნას. ხო, მეგობრებო, სასწაულით მეგობრებს. ეს ადამიანი ჩემო ძვირფასებო ესე მოვა და გეტყვით ამ საღამოს რას აკეთებ და მერე გეტყვის სურვილები გინდა აქ წავიდეთ? მოდი გინდა იქ წავიდეთ. მოდი გინდა აი აქ ამ რესტორანში მივიდეთ. ან იქ წავიდეთ. აი რაღაცებს ესე შემოგთავაზებთ მეგობრებო. ანუ არ ვიცი ახლა ზუსტად. ხო, მაგრამ ეს არის სურვილების კარტი და მოვა ესე და ეს რაღაცებს შემოგთავაზებთ მეგობრებო. ხო, რაღაც სურვილებით მოვა. თქვენი სურვილების ასასრულებლად მოვა, ან იმ სურვილებს შემოგთავაზებთ თითქოს და რაღაც რო გქონდათ ადრე ერთად რაღაც ჩაფიქრებული. სხვათა შორის ეს მეც გავიფიქრე, მე გადამახტევინებსო. ხო, მეც გავიფიქრე, უბრალოდ შეგნებულად არ ვთქვი. კარგით, კიდევ მეგობრებო, კიდევ. ხო, ეს ადამიანი ხშირად უყურებს თქვენს ფოტოებს. კი, გათვალიერებთ. შეიძლება თქვენი ფოტო თან გქონდეს, ან იმდენად ხშირად უყურებდეს, რომ მე თითქოს და ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ სულ აქვს თან, ან ხშირად უყურებდეს, ათვალიერებდეს თქვენს სოციქსელებს, რაღაცეებს კითხულობდეს, მეგობრებო, რადგან აქ კითხვა არის, რაღაცეებს კითხულობდეს, დაინტერესებული იყოს თქვენი ცხოვრებით. ხო, კიდე რადონის სამკუთხედში ხართ, მეგობრებო.
ეს ადამიანი გხედავთ, როგორც სულიერად ძალიან ძლიერ მაგარ ვიბრაციებში ხართ, მაღალ ვიბრაციებში ხართ. ყველაფერი გიყვართ, რაც არის ბუნებასთან ახლოს. თუმცა თქვენ გაბრალებთ ამ სამკუთხედებს, ახლა ამ სურათით ასე ვიმსჯელებ, იმიტომ რომ აქ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უყვარს. თადაბარი, ცხოველები, ფრინველები, ბუნება, სამყარო. ხელით აკეთებს რაღაცებს, ოქროს ხელები აქვს. თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ადამიანსაც გქონდეს ოქროს ხელები. სულიერებასთან ცოტა შორსაა ეხა ეს ადამიანი. ეს თვითონ ვერ იქნება, ეს ხართ თქვენ. მოკლედ ეს ადამიანი გიყურებთ სოციქსელებში და აკვირდება, რასაც აკეთებთ ყველაფერს. სხვათა შორის საქმე ქალების სიყვარული ხარ, როგორც ასეთი ნიშანდობლი ვართ. არ დამინახია მეგობრებო, მაგრამ თქვენი სურათი რო უკავი ამას კი ხედავ, ხშირად ნახულობს, ანუ გსტავკავთ ეს ადამიანი სოციქსელებში. ხო, იმიტომ რომ თქვენ შორის მანძილია, ტარომ გვაჩვენა, რომ თქვენ შორის მანძილია. ხო, და ხედავთ თუ როგორ ხართ დაკავებული თქვენი ყველაფრით, თქვენი საქმიანობით, თქვენი ცხოვრებით, თქვენი ხელსაქმობით და ყველაფრით რაღაცას აკეთებთ, რასაც ხედავს ეს ადამიანი და ამით ძალიან კმაყოფილებას გამოთქვამს, გამოხატავს. ხო, გორგასალის ხმალივით აბზრიალებს, კი ბატონო. 24-7-ზე რა თქმა უნდა. მოდი ერთი კარტი კიდე დავამატოთ და ვნახოთ, დავასრულოთ ამით მეგობრებო. მისი ბოლო ფიქრები თქვენზე, ერთი კარტით. აი მისი ამ წამს აქამდე ამ წამამდე მისი ბოლო ფიქრი, რა იყო, რა იფიქრა, რა გაიფიქრა. ცნობის მოყვარეობა კლავს ამ ადამიანს. ყველაფერი აინტერესებს თქვენზე, ყველაფრის გაგება უნდა თქვენზე. რა გაიფიქრა და ყოველთვის ფიქრობს თქვენზე, თუ როგორ ხართ, რა შვებით, თუ გტკივათ, თუ გწყენთ უმისობა, თუ გაწუხებთ უმისობა, თუ ხმარ კვდებით უიმისოთ. რისი მოხარულიც იქნებოდა ალბათ ეს ადამიანი, თუ კვდებოდეთ უმისოთ და მას გაუხარდებოდა ალბათ. იმიტომ რომ ხო აქ მოდან ეშმაკობის კარტი, თვითონ ძალიან ცუდათაა და უნდა რომ თქვენც ძალიან ცუდად იყოთ. მეგობრებო. ამ ადამიანმა თითქოს და იცის, რომ თქვენ დაკავებული ხართ ტაროლოგიით და ამ ყველაფერს იკვლევთ თქვენ ცხოვრებას, თქვენი ცხოვრების გამოსავალს ეძებთ ტაროლოგიაში. შეიძლება ფიქრობდეს იმასაც, რომ ეს მისი ფიქრია. რაიმეს უკეთებთ, ესე კი მეგობრებო, და კი მეგობრებო. ეს ადამიანი თვლის, რომ თქვენ რაღაცას უკეთებთ. თვითონ ფიქრობს ასე, თუმცა თქვენ ამის გაკეთება არაფერში არ გჭირდებათ, არც ერთს. მაგრამ თვითონ ფიქრობს ასე, იმდენად თვითონაა ეშმაკი, მეგობრებო, ღორმა ღორს უთხრა დრუნჩიანი ხარ, ხო გაგიგონიათ? აი ზუსტად ისაა. ხო, მეგობრებო, თქვენ გაბრალებთ ყველაფერს. ხო, არ ვიცი, მაგით საკითხავია. ჯერ ესეთი არაფერში გჭირდებათ თქვენ მეგობრებო. თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ, ეს არ გჭირდებათ. უბრალოდ ენერგეტიკულად ხართ ესეთი. შეიძლება ამ ადამიანს რამე უსურვეთ გაბრაზებულზე და მიუვიდა. ან თქვენ უთხარით რომ შენ აი ნახე რა დაგემართოს. ნახე რა დაგემართოს. შენ ჩემი ცოდვით ნახე რა დაგემართოს. ხო და დაემართა მეგობრებო. ხო. რაც დაპირდით ის დაემართა. მეტი არაფერი. იმიტომ რომ ეს სურათი მეგობრებო. ეს სურათი ყველაფრის თქმელია. ეს ფოტო ყველაფრის თქმელია. მეც ვუსურვე. და იცით რა ვუსურვე? რაც მე დამართა, იგი დამართნოდეს მას მეთქი.
მე ხო კარგი გამიკეთა და ის სიკეთე დაუბრუნდეს უკან მეთქი. ხო, ისე წაუხდა ყველაფერი. ხო, რაც თქვენ გისურვათ, ის უსურვეთ თქვენს. კი ბატონო. გადასარევი საშუალებაა მეგობრებო, ეს ლოცვა. ეს წყევლა რა. ესა ლოცვა. დალოცვა ადამიანის. რაც მე მისურვე, უკან დაგიბრუნა ღმერთმა. მეც იმასვე გისურვებ. ხო და რაც უსურვეთ, ის დაუბრუნდა ზუსტად უკან. თქვენ რაც უსურვეთ არა, რაც მან გისურვათ, ის დაუბრუნდა უკან. ხო. ეხა ზის და ფიქრობს. თავის თავს ელაპარაკება მეგობრებო, მეც ვერაფერს ვერ აკეთებს. ხო. მე არა მარტო მას. ყველასთვის ესეთი სურვილები მაქვს მეგობრებო. ვინც რა გულით შემომხედავს, ვინც რა გულით დამლოცავს, ვინც რასაც მისურვებს, ღმერთმა ათმაგად დაუბრუნოს უკან. დამთავრებულია მეგობრებო. всё. ხო. რა ხეირიც დამაყარა მე ადამიანმა, იმ ისე ახეიროს უფალმა. всё. დამთავრდა. ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გაუკეთებთ ადამიანს. ლოცვის სახით. ხო. ეგ არის და გორის ციხე, ზუსტად. აი ესეთი იყო მეგობრებო თქვენი პარტნიორი. ესეთი იყო დღეს თქვენი და ჩვენი პარტნიორი. დალოცვილი იყოს. ეხლა როგორ ატყობთ? ეხლა ამას როგორ ატყობთ? მეგობრებო, ეხლა ამ ადამიანს როგორ ატყობთ? დალოცვილი არა, ესა ლოცვით მობრუნებული. უფრო მისი შესაფერისი სახელია. ლოცვით მობრუნებული ქვია ამას. იდიდე ნახრენა, ხო. ხო და მაგალითად მივაბძანე ახლა მეც ეგი მეგობრებო. მივაძუნძულე. არა, არ ეტყობა და იმიტომ გაჩვენეთ ახლოს კიდევ ერთხელ. ამ მრავალჯერ გაჩვენებთ ამ დასტას. ხო. ასია ჩემო მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი სამკუთხედზე. სამკუთხედი იმ სიტუაციაში რაშიც ვართ, იმ სამკუთხედზე მეგობრებო. ხო, ნუ რა ვქნათ. ზოგადად ესე ვართ, რასაც ვიმსახურებთ, იმას ვღებულობთ. ამიტომ მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო. არაფერზე არ ინერვიულოთ. ხო. არასოდეს არაფერზე არ ინერვიულოთ. იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვჭირდება მაინც. მაინც ისე. და უფალმა იცის ჩვენ როგორი გვჭირდება, ამიტომ მივანდოთ უფალს. ყველაფერი იქნება კარგად. მე მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად. მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება მეგობრებო. და ხვალინდელი დღე ყოფილიყოს, ყოველი ხვალინდელი დღე ყოფილიყოს იმედის და რწმენის მომცემი. არ ჩასტრახო პარასკევის ჩათვლით. მშვიდობიანი ღამე და ტკბილი ძილი ყველას მეგობრებო, გაიხარეთ. ანა მარია გაიხარე. უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. აი უღრმესი მადლობა. დალოცვილები ყოფილიყავით სულ. ძალიან მიხარია თქვენთან მოსვლა. კი. ძალიან მიხარია. ასე რომ ავადროებით. და შეძლებითად გვარად გელოდებით შემდეგ კომენტარებში.
აბა კარგად, ჩემო ძვირფასებო. ხვავამდე.